რა გეხვეწები მას, მოდერობას? არა, ეს ვიღაც სხვა არა. ვაიმე, ჩემი ერთი უსაყვარლესი მოდერიც მოვიდა. ამიტომ ჰეითერები ვერაფერს ვერ დამაკლებთ. მინდა რა. მადლობა ჩემოსაყვარელო. ესე იგი, მე მოვედი დღეს, რომ დღეს ვიწყებ, რადგან ვაპირებდი საფრანგეთში წასვლას გადაღებას და ზუსტად ვიცოდი, რომ იქ რაღაცა ერთ სივრცეში ვერ ვიქნებოდი, ესე სტაბილურად და უნდა გვევლო და თან პარიზის გარეთ უნდა წავსულიყავი და მოკლედ რა, ძალიან ბევრი ტრანსპორტირება გვჭირდებოდა, ამიტომ მე ძალიან მიყვარხართ, ამიტომ არ წავიღე ჩემი საყვები დანამატები და ვიწყებ ახლა ჩემს საყვებ დანამატებს. და ახლა მე თქვენ ყველაფერს მოგიყვებით, რას რატომ ვაკეთებ. ჩანს, თუ არ ჩანს. მეგობრებო, ჩანს ჩემს. აი, ვსა. ჩემ მეგობარი მეუბნება, რომ მეშინია მაგითი სულად არ გახდაო. ეხლა ნახეთ რა ხდება. პირველ რიგში მინდა რომ თუ იკითხება რა აწერია აი ამას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწერდით აი ამ იმეებზე, რა ქვია, ტატუების საყვებ დანამატზე. და აი ეს ჩანს ახლა წარწერა. მოდერები უკვე მყავს და გაგაქრო. მაგ მოდერებს ვთხოვ რომ ყველა უზრდელი დაბლოკეთ. ჰეითერები ყველა დაბლოკეთ. ანუ ჩანს წარწერა რაც არის ამოიწერთ. უკუღმა ჩანს ხო? უკუღმა ჩანს. ანუ ამითი ვერ ნახავთ ხო? იმიტომ რომ წინაზეც რა რაღაცა ესე გამოვაჩინე, მითხეს რომ არ ჩანდა სწორად. დაბლოკეთ ეს ზონზი ხალია და თვითონ ჩემთან წერს კომენტარს. თქვენ არის ნორმალურია? ნახეთ. აუ, ქალაქში რა კარგია რომ მოხვედი. გთხოვ დაბლოკე ესენი ყველანი. ყველა ჰეითერი დაბლოკე. მოკლედ ახლა დავიწყოთ. კომენტარებზე ცოტა ხანი ვერ ვიქნები კონცენტრირებული, იმიტომ რომ მინდა რომ მოგიყვეთ რაღაცები. იდეაში როგორც გითხარით, თავიდან დავიწყებ, ვინც მაშინის ჩემი ისტორია ვერ ნახა, რომ ავიყვანე უკრაინელი ნუტრიციოლოგი. ეს უკრაინელი ნუტრიციოლოგი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ რამდენი გრამი ყველი უნდა ჭამო და მაწვენი უნდა ჭამო თუ არა, ზოგადად რძის პროდუქტები ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ კუჭნაწლავის ანთებით პროცესს და ძალიან მთელ რიგ პრობლემებს იწვევს სწორედ რძის პროდუქტები. მაგრამ ეხლა ეს სხვა თემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაკეთებთ დეტოქსს. მომეცი მოდერია დაბლოკავ ყველა სამტრედიაში ჩასვლამდე. როგორ გიპოვო აქ მომეცი რომელი ხარ? ძალიან კარგი, გთხოვთ რომ ყველა არ დამუტოთ, დაბლოკეთ ყველა. უბრალოდ დაბლოკეთ ყველა უზრდელი. და მოკლედ შესაბამისად ეს უკრაინელი ნუტრიციოლოგი მე თავის დროზე მყავდა უკრაინელი ექიმი მენტალური პრობლემების დროს, როდესაც დავიწყე საყვები დანამატებით მკურნალობა და მაშინ მივხვდი რომ ჩემი მთელი ფსიქოტროპული წამლები და ჩემი ეს რაღაცა სამკურნალო წამლები რო საყვებმა დანამატებმა ჩაანაცვლა, მაშინ მივხვდი რომ საყვები დანამატებით შეიძლება მთელი რიგი პრობლემების მოგვარება. ამიტომ ახლა ნახეთ რა ხდება. ეს არის ზეოლით მედი, მაგრამ სხვათა შორის ძალიან რთულად გამოსაწერი საყვები დანამატია, იმიტომ რომ ChatGPT-საც რო ვკითხე, მითხრა რომ ყველგან არ იყიდება კარგი ხარისხის და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენს ორგანიზმს წმიდავს მძიმე მეტალებისგან და ტოქსინებისგან. ნახეთ ეს რას ნიშნავს. თურმე როდესაც ჩვენ ტატუები გვაქვს გაკეთებული, ამ ტატუების მოკლედ ანუ ძალიან ბევრი ენერგიას ხარჯავს ორგანიზმი იმისთვის, რომ აი ეს ტატუ ატაროს და უფრო მეცაც გეტყვით. თურმე ასევე ხდება ის, რომ სპეციალურ ტოქსინებს ქმნის ორგანიზმში ეს ტატუ და განსაკუთრებით თუ ფერადი გაქვთ, მე ყველა ფერადი მაქვს. შესაბამისად, ეს არის გამწვენდი, ან მძიმე მეტალებისგან წმინდავს, აი, როდესაც ტატუები გაქვთ, ისეთ ბევრი ტატუ გაქვთ, ეს წმინდავს მძიმე მეტალებისგან. ანუ იცი რა, მე აი ჰერბიდან გამოვიწერე და აი ჰერბზე უნდა ნახოთ. ყველა ერთად გამოვიწერე. დღეს გაგაცნობთ ჩემს ორ საყვებ დანამატს. ხოლო ორს და ზეგორს და ასე შემდეგ. ეს საყვები დანამატი არის კუჭნაწლავის საყვები დანამატი. ანუ დილით უზმაზე ერთი კოვს ვამთ, რომელიც მოყვება და ასევე თქვენც მინდა რომ დაგუგლოთ და ნახოთ. კუჭნაწლავის შებერილობა, მონელების სისტემის პრობლემა, ვისაც გაქვთ, მთელი დღის განმავლობაში ვინც ხვდებით, რომ საკმაოდ რთულად ინეგლებთ, მეტაბოლიზმის პრობლემა, ვისაც გაქვთ, იმიტომ რომ წონაში ვერ იკლებთ. ეს არის ერთი კოვზი დილით უზმოზე, ძალიან გემრიელი დასალევია, ძალიან. არ არის მხოლოდ ქალებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის. ანუ საყვებ დანამატს აწერია, როდესაც ეს არის ქალების საყვები დანამატი. ნახეთ, არა,
არა, ეს არის ჩვეულებრივი საკვები დანამატი ყველასთვის, ვისაც აწუხებს კუჭნაწლავი, ვისაც აწუხებს შებერილობა, ვისაც აწუხებს მონელება, ანუ როდესაც ხვდები, რომ საჭმელს სწორად ვერ ინელებ და კარგად არ ინელებ და გამძიმებს. შესაბამისად, აი ამას დილით უზმოზე სვამ ერთ კოვს წყალში ურავთ და სვავთ უზმოზე. ამის შემდეგ 9 საათში მე წყალს აყოლებთ და 9 საათში იღებთ საკვებს და კიდევ ასევე გაგაცნობთ მეორე საკვებ დანამატს. ეს არის საკვები დანამატი ანთებითი პროცესისთვის. მაღლაკურია ჩემი გვარი. მაღლაკიდან ვარ. მიუხედავად რომ მულახში ძალიან ბევრი ჟოჟოლიანია. შეხედათ, ეს არის, იკითხება, სახელები რა ქვია? ანუ ეს არის Terra Origins Healthy Guti Berry. ასე აწერია. Healthy Guti Berry. ეხლა ნახეთ რა არის ეს. ეს არის ორგანიკას პროფოლისი, რომელიც არის ძალიან კარგი ანთებითი პროცესებისთვის. სხვადასხვა ბავშვებს უნიშნავენ, როდესაც ყელი ტკივათ და როდესაც ანთებითი პროცესი აქვთ, ეს არის ორგანიკი წვეთები, ეს არ არის წამალი, საკვები დანამატი და შესაბამისად ეს და პარალელურად ასევე კვლევა მაჩვენა, რომ ძალიან ეხმარება კუჭნაწლავის ანთებით პროცესს. ანუ ნაწლავში სადმე ოდნავ მცირე ანთებითი პროცესი მაინც თუ არის, რაც საბოლოო ჯამში წარმოქმნის სერიოზულ პრობლემას მაჩვენებს მეტაბოლიზმშიც, მინდა გითხრათ. ეს არის ანუ როდესაც ამასვავთ დილით უზმოზე, მე წყალს აყოლებთ, სადღაც ესე 20 წუთში აი ამას 5 წვეთს წყალში ასხავთ, სვავთ. რატო სვავთ ოღონდ? ისტორია მე ვსვამ და მოკლედ თქვენ მინდათ აი ესეთი ფერი აქვს, შეხედეთ? ხოთშეს კინოდეფიციტიც კარგად მუშაობს. აი ამას მე უკვე 5 წუთზე ვარ, ასული 2 წუთით იწყებთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ნახეთ რა არის, ნებისმიერ შემთხვევაში აუ ძალიან ვთხოვთ ჩემს მოდერებს, რომ გთხოვთ დაბლოკეთ ყველა. ნუ აფრთხილებთ, უბრალოდ დაბლოკეთ. იმიტომ რომ ხელს გვიშლიან და მართლა ადამიანს შეკითხვა რო აქვს საკვებ დანამატზე, იმას ვეღარ უპასუხობთ. და არც კითხოთ, მოდერებო გთხოვთ რომ დამეხმაროთ, რომ უბრალოდ ეს უზრდელები დაბლოკოთ. ეს ორივე გამოვიწერე iHerb-დან, ესეც გამოვიწერე iHerb-დან და ესეც გამოვიწერე iHerb-დან. ანუ თუ ამას მე ვიღებ დილით, ეხლა წარმოვიდგინე დავლიეთ დღეს დილით ერთი კოვზი, მე შემდეგ წყალი დავაყოლე ერთი ბოთლი და ეხლა ცოტა ხანში დავლევ აი ამას. ანუ მართლა მაინტერესებს შულო, აი ცოტნე. მართლა უნდა გამოგდო რა ცოტნე რა. აი ამ სახით, რაღაცა საშინელი სახით რო ზიხარ და დილის 10 საათზე გოგოს რო უწერ ყლეხალა ხარო შულო. ან შეყვარებული არ ყავს, ან ბედნიერი არ ხარ, ან ვიღაცა მიყვარხარ არ მოგწერა, ან დედა ბავშვობაში სიყვარულს არ გაძლევდა. როგორ შეიძლება იყო ეგეთი გაბოროტებული, რომ დილის 10 საათზე ნებისმიერ ადამიანს დილით ეგ ენერგია მისცე საკუთარ თავს? ჯერ მართლა რა სახით ხარ? მართლა რა სახით ხარ? შენ რა უფლები წერ ვინმეს რო ყლეხალა? და მე მართლა დილის 10 საათზე ნებისმიერ შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ ვინმე ამ სამყაროში ირაკლი ყობახიძეს არ მიწერო ყლეხარ თქო და ხა რანაირად შეიძლება ვიღაცას მიწერო რომ ყლეხალა ხარ და მაგ ენერგიით დაიწყო დღე როგორ გაკლდა ეგრე სიყვარული მართლა მიხსენი რა ანუ რაღაცა გაურკვეველი ანუ უსიყვარულობაში გაზრდილი ადამიანის გარდა დილას არ დაიწყებ ეგრე რა ვახ ეხლა ნახეთ რა ხდება როდესაც healthy goods ვავთ და როდესაც შემდეგ ამას აყოლებთ დაახლოებით საკვები დანამატის შემთხვევაში საკვები დანამატი ხო არ არის ქიმიური შენარით რაც ნიშნავს იმას რომ როგორც წამალი რომ გაძლევს რეაქციას რაღაც სადღაც 1 საათში მოქმედებს ესე არ არის 48 საათი მაინც უნდა დროს რომ საკვები დანამატი ორგანიზმმა გაიცნოს, მიხვდეს სწორად რეაგირებს თუ არა და მე როგორც გითხარით უკვე ეს არა ქვია, ვიწყებ როგორ ნახეთ დღეს დავიწყეს, იმიტომ რომ ვერ წავიღე საფრანგეთში ვერ ვიuliდი ამ საკვები დანამატები და შესაბამისად იქ გადაადგილება მიწევდა. ამიტომ დღეს დავიწყეს, ხვალ დავიწყებ ამ საკვები დანამატს, ანუ ყველა საკვები დანამატის დაწყებას ერთ დღეში არ მირჩევენ და ჩემ თავსაც არ ვაძლევ ამ რეკომენდაციას, რატო ახლა ნახეთ საკვები დანამატზე ორგანიზმს აქვს რეაქცია. მე რომ მივხვდე რომ საკვებ დანამატზე მოახდინა რეაგირება ჩემო ორგანიზმმა შესაბამისად უნდა დაველოდო ანუ დღეს ახლა ამ საკვებ დანამატს დავაკვირდები თუ მივხვდი რომ სწორად იმოქმედა და კიდევ ერთხელ ვინც ახლა შემოგვიერთით ეს არის საკვები დანამატი კუჭნაწლავის ანთებითი პროცესისთვის ვისაც შებერილობა გაწუხებთ ვინც ვერ ინელებთ ვინც მარტივად იბერებით საჭმელის კვების დროს აი ორ ლუკმაში ვინც ვერ ხვდებთ ამაგლაზე ხა ჩემ მეგობარს პრობლემა აქვს წყალს როსვამს იბერება და ვერ იგებს რატომ აკეთებს ამას ანუ რა ახდენს გავლენას მასზე და
და შესაბამისად აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკვები დანამატი. კიდევ ერთხელ გეტყვით რომ დილით ერთ კვებს ხსნის წყალში, შედარებით ფილ წყალში ძალიან გემრიელი დასალევია. შემდეგ ვამატებ წყალს, ვსვამ წყალს ერთ ბოთლს და შემდეგ უკვე 100 ლარი იღირსო დავსერჩეო, ხო? არ არის მაღალი, ანუ 100 ლარი იღირსო. ეს წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი გეყოფათ ახლა. ზოგადად თქოიცით, საკვები დანამატი 1 თვე უნდა მიიღოთ. საკვები დანამატის დიდხანს დალევა არ შეიძლება, იმიტომ რომ მე ეფექტურობას კარგავს და მაგალითად ახლა იმას ოჯახში რამდენიმე თუ გამოიყენებთ, გეყოფათ, იმიტომ რომ ძალიან დიდია და 100 ლარი იღირს თურმე, იმიტომ რომ მე სალცალყე საკვები დანამატების არ ვიცი 6 ცალი გამოვიწერა ერთად და საერთო ფასი დამიწერა. ეს კიდევ ერთხელ გეუბნებით არის ორგანიკის წვეთები, რომელიც ასევე რკინა დეფიციტურ ანემიაზე ძალიან კარგად მუშაობს, შესაბამის ფერიც აქვს შეხედეთ. და რას შველის, ასევე ანთებით პროცესს. მაგალითად ბავშვებში რეკომენდირებულია, როდესაც სივდებია, როდესაც ყელის ტკივათ, როდესაც ყელის ტკივილი აქვს, როდესაც ყურის ტკივილი აქვს, ანუ წარმოიდგინეთ რა ძლიერი საკვები დანამატია. რომელსაც ქვია ბიპროფოლისი, ნახეთ. ესეც ასევე შეგიძლიათ რომ აიხერბზე ნახოთ. და არა, ჩემი სახლი მაღლაკში არა, ის სახლი რომელიც სოფლის სახლი რომელიც დავდა ის საქარიქეთში ხარაკაულში. შესაბამისად ნახეთ როგორ რაღაცა ნაწლავში და ასევე კვლევებმა ბოლოს აჩვენა რომ ეს საკვები დანამატი გამოიყენება კვიჭნაწლავის ანთების დროს, იმიტომ რომ აი ნაწლავში სადმე რამე თუნდაც მცირე ანთება არის ძალიან შველის. ხო ხვდებით? ამიტომ დღეს აი ამ ორ საკვებ დანამატს გაგაცნობთ. ყოველდღევის, კი, ყოველდღე. ყოველდღე ისმევა საკვები დანამატები 1 თვის განმავლობაში. უფრო მეცაც გეტყვით ეს ორჯერ ისმევა. მაგრამ მე ხანახეთ როგორ რაღაცა ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ექიმთან უნდა გაიაროთ უნდა გაიაროთ რეკომენდაციები. ან უნდა დაგუგლოთ, ან უნდა დასაჩოთ. იდეაში რომ იცოდეთ. მე საკვები დანამატი საერთო რისერჩითაც მიმიღია. ანუ ჩამიტარებია კვლევა, რისერჩი, დანიშნული, ანუ ადამიანების ფიდბექები წამიკითხავს, მოქალაქეებს როგორ მიუღეთ, ანუ სხვადასხვა ქვეყნისთან ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვადასხვა ფიდბექი აქვს აბსოლუტურად, ხო გააჩნია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საჭმელს ჭამენ. ანუ მონელების სისტემა სხვადასხვანაირად აქვს დაზიანებული. და შესაბამისად, ანუ ჩვენ რა საკვებსაც ვიღებთ, აი ქართული სამზარეულო რაც ქვია, ის ნაღლის ჯუში და ყვიჩი უფრო მეტად აღიზიანებს. ვიდრე მაგალითად ის რასაც ფრანგები ჭამენ. ამიტომ შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის მოქალაქის რისერჩი რა წაიკითხოთ და დინდგელი რას ნიშნავს? დინდგელი ვერ გავიგე რას ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნახოთ ეს კვლევები და დაარისერჩოთ ინტერნეტში. პროფილისია დინდგელიო, წავიკითხო, აბა, ორგანიკა წერია, ბიპროფილისი წერია, მეტი არაფერი არ წერია. აი ესე ნახეთ, ორგანიკა წერია და ბიპროფილისი წერია ქვემოთ. არ ვიცი, გარჩევადია. ანუ რამდენი კილო ხართო დღეს არ მკითხოთ, ძალიან გთხოვთ, საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული ვარ და ანუ გადავწყვიტე რომ ჩემ თავს საჩუქარი გავუკეთო და 3 დღე მეჭამა და შესაბამისად დღეს არ მკითხოთ რამდენი კილო ვარ. მეგობრებო, იცოდეთ რომ მე ვიწყებ ახლა ჩემს გათამაშებას. ეხლა ჩავწერ ვიდეოს ცოტა ხანში იმ ორეულთან დაკავშირებით, რომელსაც გავაჩუქებ. და ვაჩუქებ იმ ადამიანს, რომელიც ბედნიერების ისტორიას ყველაზე ძალიან მომეწონება. ანუ ავტვირთავ ვიდეოს, რომელსაც ვაჩუქებ, რას ვაჩუქებ, ეს იქნება ძალიან კარგი საბანკეტო კაბები და არა მხოლოდ. ეს არის მხოლოდ ქართულის და სხვადასხვა კაბები, რომელიც მხოლოდ ერთხელ მაქვს გამოყენებული ნიჭერის და მხოლოდ ქართულის და ერთხელს მეტად ფიზიკურად არ მწმია არც ერთი, ანუ ჩათვალეთ რომ ახალ ტანსაცმელს ვაჩუქებ. დავდებ ამ ვიდეოს და კომენტარებში ყველას მოგიწოდეთ რომ დაწეროთ თქვენი ბედნიერების ამბავი, ანუ მომიყვეთ, როდის იყავით ძალიან ბედნიერები და რომელი ისტორიაც მომეწონება ძალიან და რომელი ისტორიასაც ექნება ყველაზე მეტი ლაიკი, ასევე მოახდენს გავლენას, ვაჩუქებ საჩუქარს. აქ ისეთი სიძულვილია, აქ ისეთი ჰეითია, რომ მე ვფიქრობ, რომ ადამიანები უნდა ვაიძულოთ, რომ რაღაცა პოზიტიური კონტექსტი შევქმნათ და შესაბამისად, ანუ რამდენჯერ უნდა მკითხო შვილო, ნანულს რომ წერ უკვე ვიგებ რა. აჰა, ჩამოსაყარელო, გემრიელად დაგბლოკე. ნანულას ვინც მომწერს, დაბლოკილია. რიჩოდეთ. და თუ გინდათ რომ არ დაბლოკოთ, ნანულა არ მომწეროთ. ამიტომ გადავწყვიტე რომ დაწეროთ თქვენი ბედნიერების ისტორიები
რომ შეიძლება რაო 110 რაღაცა. ნანულა, მოდი ჩემოსიყვარულო, დაგბლოკო ეხავე. აჰა. ნანულა არის, ანუ ნანულას როცა ადამიანი მეუბნება, ხვდები რომ რადიკალი ქოცია, რომელსაც აქვს ეგეთი დაშვება გაკეთებული, რომ სახელი აკნინებს ადამიანს. ანუ გიჟია რა. მოდი ჩემოსიყვარულო დაგბლოკო. მოკლედ, ვისაც გინდათ რომ დაგბლოკოთ, თან გთხოვთ რომ დამიწეროთ ნანულა. მაშინვე დაიბლოკებით. ესე იგი დღეს ახლა გადავიღებ ვიდეოს, მიუხედავად იმისა, ისეთ დაღლილი ვარ, არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ ახლა გადავიღებ ვიდეოს და ჩავწერ და მე გავათამაშოთ და გავაჩუქოთ, მაიცადეთ.